მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო, დღეს მინდა ვილაპარაკო იმ თემაზე, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არ არის არაფერი საერთოდ, ვაფშე. და რასაც ადასტურებთ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ზანგი ბიჭუნა, რომელიც PSG-ში თამაშობს, ახლა არის ოქროს ბურთის მფლობელი ადამიანი, რომელიც თავის დროზე 160 რაღაცა სიგიჟე თანხად იყიდეს ბარსელონამ დორტმუნდიდან. მართლა კარგად თამაშობდა დორტმუნდში და მაგიტომ გადავიდა ბარსელონაში და ვერაფერი ვერ გააკეთა. ყველას ეზიზღებოდა. წარმოიდგინეთ რამხელა პედესტალზე შედგა ფეხი და მე იქ შერცხვა რა. ჯერ ბურთის კენწოლის ვიდეო თუ გაქვთ ნანახი, აი მაგ ვიდეოს მე ვინმე თუ იფიქრებდა რომ ოქროს ბურთი ექნებოდა მაგ ადამიანს, ეგ იყო სიგიჟე პროსტა, ანუ არავის არ უნდა ეფიქრა ეგ. იმიტომ რომ ძალიან სუსტად გამოიყურებოდა ხოლმე. პლუს კიდე მუდმივი ტრამვები აწუხებდა ცხოვრებისეულად ბევრ რაღაცაში დაერხა. მაგის ფსიქოლოგიური მდგომარეობაცო წარმოიდგინოთ ახლა 100 რაღაცა მილიონად ყიდულობენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადადიხარ, აკეთებ შენთვის რაღაცებს ცხოვრებაში და არაფერი აღარ გამოგდის რაღაც ეტაპიდან, აი უეჭველი ემოციურად განადგურდები, აი უეჭველი განადგურდები რა. და ამ დროს ტიპი ადგა ისე ითამაშა ფეხბურთი მსოფლიო დონეზე, რომ ოქროს ბურთი აიღო და გაჯიბა. აი ეგ კაცი არის დასტორი იმის მართლა გეუბნებით, რომ აი ცხოვრებაში არაფერი არ არის შეუძლებელი. თუ რაღაცა გინდა და მოინდომები, იშრომებ და იცვალებ, ყოველთვის ყველაფერი გამოგიბაძნო. ეს არის ფაქტი. просто ну რაღაცები შენც უნდა დაამთხვია რა, ახლა სწორ ადგილას უნდა აღმოჩნდეს, სწორ მომენტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეგეც შრომის ისა რა, ერთ-ერთი გარე ფაქტორი არის. მაინც ხო ვიყევ. ხო და ძალიან მიხარია რომ ეგეთი რაღაცა დადასტურდა ეგრე მსოფლიო დონეზე რა და ეხლა ყველას ჩემი აზრით мотиваცია უნდა მოემატოს რა. ყველამ უნდა დაამუღამოს რომ ყველაფერი წინა აქვს, ყველაფერი შეუძლია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ არარეალური ფაქტი არის რა, მართლა არარეალური ფაქტი არის. ვინც ფეხბურთში ვერ ერკვევით, რაღაცა სხვა იმას მოვიყვან, მაგალითს მოვიყვან და იმ მაგალითით შევეცდები რომ მიგახვედროთ რა. აი მაგალითად აი გივის სიხარულიძეს რომ ოსკარი კონდეს რა, აი ეგეთი პონტი არის, დაახლოებით რა. გივის სიხარულიძე ხო იყო რაღაც მსახიობი იყო, თავის დროზე 90-იან წლებში კარგად თამაშობდა. მე სადაც გამოჩნდა ყველგან ყლე იყო და მე ეხლა წარმოიდგინეთ რაღაცა ერთ ფილმში გადაეღო, ერთ არა. ბოლო ერთი წელი ყველას 1-3-4 ფილმი ეთამაშა და ყველაში ისე ეთამაშა რომ ოსკარი მიეცათ რა. აი ეგეთი პონტი არის, მართლა გეუბნით ანუ. просто მე ძალიან გაფრაზებული ვარ რომ კვარა 12-ზე გავიდა რა, კვარა 12-ზე მან და არ უნდა ყოფილიყო რა, არც ერთ შემთხვევაში. იმიტომ რომ კოულ პალმერი თუ მერვეზე გადის, კვარა კოულ პალმერზე ზევით უნდა იყოს ყველა მათემატიკაში, ვაფშე. ვაფშე მე ვფიქრ. რა. კვარა რა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ვერ იყო. ხო. იმიტომ რომ თამაში ქონდა, დემბელეს არ ქონდა. დემბელეს ტრავმა ქონდა და რომც არ ქონდა მაინც გაუშვებდნენ რა. просто ლიგა 1-ის იმან ეგრე დაამთხვია რომ მაგათ თამაში იმათ ემთხვეოდა და თან ორივე საფრანგეთში ტარდება. ანუ რა. რადგან კვარა არ იყო ის რას და ის კვარა დემბელემ. არა კაცო, ყოფილა ეგეთ შემთხვევები რომ ვიღაცები არ ყოფილან. თამაშობდა და არა, თამაშობდა არა, მაგრამ არ ყოფილან დაჯილდოებებზე რა. რამდენიმე ადგილას მახსოვს ეგეთი ის. ეგრე ის მიშამესხს ეძინა ოსკარიც რომ მიეცათ, მაინც ეძინა ძმას და კომისიონდნენ. მაგრამ ერთხელ მახსოვს რონალდო არ იყო რაღაცა ტურნირზე წარმოდგენილი რა, რაღაც ჩემპიონთა ლიგის რაღაცაზე და იმათ მისცეს ისა რაღაცა ჯილდო. წლის საუკეთესო ფეხბურთელი თუ რაღაც. ანუ რა აზრი აქვს მაგას რა. თავარი ისაა რომ მე ძალიან მიხარია რომ ეგეთი აი ყველას რო სუსტი და ცუდი ეგონა, ეგეთი ადამიანები ბევრს აღწევენ ცხოვრებაში რა. აი ეგ არის ცხოვრება ზუსტად. ტიპი არ გაჩერდა, თავპირი გაისუხარა, ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და არ შეეძლო და ოქროს ბურთი ადგა და გაჯიბა. რა შვება ეს ჩემი კარგი მოკა. მე სხვა ადგილი დაინახა დასაპარკინგებლად. ო, კაროჩე.
ხო და მე ძალიან მიხარია რა. ძალიან მიხარია რომ გლანში ვცხოვრობ და ეს გარემო მაქვს აქ. აი სიმწვანე. რა. ცოტა დაღლილი ვარ, მაგრამ ეგ არაფერი. ბიჭო, თქვენგან მჭირდება რაღაც თემები. თუნდაც სიტყვები, რაღაც სიტყვა დამიწერეთ და მაგ სიტყვაზე მაინც რო ვისაუბრო ხოლმე, თორე ხანდახან. ხო, არა ლოზი. აუ ფისო, უმეწყინება შენ ჩემი ენერგია არ მოგწონს. და შეაშქს მაკატა. კაროჩე, ხა იმენა კურძუმა ვიყავი. ვისაც ფეხბურთი გესმით, ყველა მიხვდება. მაგრამ ვისაც არ გესმით, შეგიძლიათ კურძუმა ქეთ, ესე დაგუგლოთ და ამოგიგდებთ მაგარ ვიდეოს. რა შევაშინე, ვერ გაჩერდა იმენა, დებილი იყო. კაროჩე, დებილი კატები არ მევასება, რომ არ მოგატყუოთ. მარტო ჭკვიანები მევასებიან. და მაინტერესებს იცი, მანქანა რო ყავს, აი ესეთ ვითარებაში რატომ უნდა ყავდეს? მეორეც ყავს. არა, მეორეც ყავს, ესე რანაირად აგდია. ამას დაჟე ახალი ნომრები მაინც აქვს და ზოგი მინახავს, იმენ ძველი ნომრები აქვს კიდე. არც გამოუცვლია ტიპს. რატო არ იყენებ რაღაცას რო გაქვს? ადამიანებს რაც გვაქვს ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. მაქსიმალურად შევეცადოთ რომ გავაწორინოთ ყველაფერს. თორე ეგ რა აზრია. აი ვიღაც ადამიანები რო არიან 9 მანქანა რო ყავს, აი ეგ იმენა არ მესმის. აი 3 მანქანა გავიგებ, 4-საც გავიგებ. რა ჩემ ფეხებად უნდა. მოჭმელი რამდენიმე მანქანა უნდა ყავდეს. ანუ არა, რამდენიმე მანქანა მისაღები არის რა. აი დაუშვათ ერთი ქალაქ გარეთ გასვლელად, ერთი ქალაქში სასიარულოდ Toyota Prius-ი უეჭველი. ერთი ხო Dream Car-იც მოშნა და ერთი Sport Car-იც რო ყავდეს შემპონში რო ღამღამობით მარტო გახვიდე ქუჩაში და იგაზაო ეგეთი პონტი შეიძლება. მე მარტო არ გავასაგაზავ, შენთან ერთად გავაშალ. ხო, მაგრამ მე არ მევასება გაზაობ. მე ვაფშე მანქანები არ მევასება, კიდია. დებილობა მანქანა. არარეალურად ძვირი ფასი ღირს იმასთან შედარებით რა საქმესაც გიკეთებენ. მანქანები? ხო. ხო, ახლა. ხო, ანუ რა ხო, აბა ძველი მანქანა უკვე ისაა რა. გაფუჭებულ პროდუქტს რო ყიდულობ. მაგაზე კი არ დავფიქრებულ ვარ. არა, მაგხელა ფასის საქმეს ვერ გაიკეთებს. თუ რა ვიცი, არ ტაქსაობ ან ტრაქის არა ხარ რა. გადამზიდიან, რამე ეგეთი თუ არა, თუ სამსახურში არ გადგება, ისე აზრი არ აქვს მანქანის ყოლას. რომელ ფულს ზოგავ? ტაქსის მაგივრად, ეგრე ტაქსის ალტერნატივა, შენ ეგ უკვე კომფორტი არის. მაგხელა საქმე ამ კომფორტის საქმეს გიკეთებს თორე, იმ საქმეს კი არ გიკეთებს, ტაქსიც უკვე კომფორტი არის. თორე ეგრე აი public transport-ით უნდა იაროს ადამიანმა წესით, ხო? და public transport-ი ისეთი აფი არის სხვა მანქანასთან შედარებით, რომ ძალიან დიდი განსხვავება არის რა. ხო, კომფორტში იხდი ფულს. მე მაგას ვიძახი რა, ანუ მანქანას ოსაყიდ. აი, დემბელე ყველაფრის მიღწევა წარმატება, აბა. ვილაპარაკე კაცო, მაგას ენაცოოს თავის ყვერცხებში ჩემი თავი. მაგარი კაცი არის, უსმან დემბელი არის, მაგარი კაცი ძმო. მე მინდა რომ ყველა კომპანიას ჰქონდეს ესეთი რაღაცა რა, ანუ აი სადღაც 3-4 თვის წინ მაქვს ნაკედი პროდუქტები body shop-ში და ესეთი აქვს რა, recycling პროგრამა, რომ შეგეძლო მიიტანო იქ გამოყენებული, იქ ნაკედი გამოყენებული პროდუქტების შეფუთვები დააბრუნო და ფასდაკლება სამაგიეროდ და რა მაგარი იქნებოდა, რომ ყველა ბრენდს ეგეთი რაღაც ჰქონდეს და recycling-ი იყოს მოდაში საქართველოში. იმიტომ კი არა ფასდაკლება არის, просто რა უყურებ რამდენი რაღაცა და თურმე რამდენი რაღაცას ვიყენებ და ვყრი, ძალიან ცუდად ხდება. ყველაფერი ვერ გავიგე, მაგრამ ჯიგარია. body shop-იო მაგას სახით და იყოს, ჰა. აი ეს. კაროტელე. წავედი ახლა, აბა თქვენიცით. რა ხანი იღებდი? რა 1.7-8 წუთი მინიმუმ. 9 წუთია მოვიდა. ხო, მაგას გეუბნე. საერთოდ მაგას ვიძახი რა, ფეხით სიარული უნდა იყოს, პატარა ქვეყანაში რო ცხოვრობ. ჩვენთან ფეხის სიარული უნდა იყოს კომფორტი უფრო და ისა. მანქანა იმ ხელა საჭიროებას არ წარმოადგენს რამდენადაც სურვილს პროსტ. მინდი ახლა ლისზე გადი ფეხით. ლისზე ფეხით გავსულ ვარ სხვათა შორის. მარიცოსთან ავდიოდი. მარა ეგ არ არის პრობლემა მან. მიხდი? ვისო? აუ ეს უფრო ლამაზია. ვისოც არის?
ის პატარა დებილია. რა შეშინებული სახეა. ენა გამოვყავ წავიდე. არჩი წავედი რა, აბა თქვენც ჭკუით იყავით, კარგად იყავით. რაღაცები დამიწერეთ ბიჭო, რაზე გებაზროთ, თორე. ტვინი ისა მაქვს, უკვე ფეთქებადი მაქვს ტვინი. კი არ და. არჩი ხუიოს და რა ტვინზე რაღაცა მჭირს. გაკოცეთ. რა დამცი. რა გინდა? ტვინზე რაღაცა მჭირს. ნო, წავედი.